აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ მოზაიკას კონგრეს-ჰოლში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვეტერანების დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით დაწესდა. კონგრეს-ჰოლში გამართულ შეხვედრაზე ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს და სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქრისტინე ჩაჩუამ. გაუმსვლელებმა ომის ვეტერანებს მადლობა გადაუხადეს უანგარო თავდადებისთვის, რაც მეომრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გამოიჩინეს. როგორც საღამოზე აღინიშნა, ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტ თანადგომასა და მსურველობას იმსახურებენ საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მომავალში ომის ვეტერანებისთვის ახალი პროექტები იგეგმება. ჩვენი მოვალეობა არის, რომ ჩვენს ვეტერანებს გარკვეული ყურადღება მივაქციოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, სახელმწიფოს მიერ ნელ-ნელა ბუნებრივია იდგმება ის ნაბიჯები, რომ ვეტერანები ყოველთვის გამოყავს წინა პლანზე. ამ კუთხით მე მინდა დღევანდელი საღამოს ყველა მონაწილეს განსაკუთრებული მადლობა უთხრა და მათ შორის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას და ჩვენ კიდევ ერთხელ ყველასთან ერთად მოვეფერეთ იმ ადამიანებს, ვინც იომეს, ვინც დაიღუპნენ მათ ოჯახებს მოვეფერეთ და აი ამ გადასახედით, აი ამ ღონისძიებით მადლობა უთხარით მათ იმ წვლილისათვის, რაც ქვეყნის სამშობლოს დაცვაში შეიტანეს ამბიჯი. რაც წინა წლებში იყო, იმაზე უკეთესობა ბევრად არის. საპენსიო საკითხი, ჯანდაცვის საკითხი, სოციალური და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენი ვეტერანთა სამსახურის გამოწვევაც და ჩვენი სახელმწიფოს ესეთი ხედვარი მთავარი ჩვენთვის არის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, მეორე არის ვეტერანთა ჰოსპიტალი, რომელიც ცალკე ვეტერანებს მოემსახურება და რა თქმა უნდა ვეტერანების დასაქმება. ეს არის ამი ძირითადი პრიორიტეტი, რა მიმართულებითაც ჩვენი სამსახური მუშაობს. რაც უფრო ხშირად დავაფასებთ ერთმანეთს, მოვიგონებთ იმ ჭირვარამს ვილაპარაკებთ მომავალზე, იქნება საქართველოსთვის უკეთესი. ჩვენი შვილები უნდა შევახვედროთ ხშირად ერთმანეთს და ყველამ ვიცოდეთ დაფასება იმ სისხლის და იმ ენერგიის, რაც ამ ადამიანებმა თავის ქვეყნისთვის გაიღეს და უნდა ვიყუროთ მომავალში ძალიან ოპტიმისტურად. მე არ მგონია, რომ ვინმეს ოდესმე დაავიწყდეს, რომ ქვეყნის გამთლიანება არის მთავარი საკითხი ჩვენ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და მე არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვეპარებოდეს, რომ ეს საბოლოოდ იქნება რეალიზებული. ჩვენ ძალიან დიდ ვალში ვართ ამ ხალხის წინაშე. ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე მიიტანეს სამსხვერპლოზე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმათ, ვინც ჩვენამდე მოიტანა ის, რაც გვაქვს. თავისუფალი ლაღი ცხოვრება, პრობლემებით, მაგრამ ძალიან დიდი იმედებით, რომ უკეთესად ვიქნებით ხვალდაზეგ. მშვიდობის ფასი იცის მხოლოდ მეომარმა იციან იმათ, ვინც დღეს ამ დადბალში იყვნენ და ყველაზე დიდი ხიდი, რომელიც აშენდება, დობის აღდგენის ხიდი, მე დარწმუნებული ვარ, იმ მეომრების მიერ იქნება ასაშენებელი, ვინც ამ სანგრებში ისხდნენ ბარიკადის ორივე მხარეზე. ნათელი ხსოვნა იმ ბიჭებს, ვინც დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო. სამწუხაროდ არ არის თალხინებული ცხოვრება, რომ გაკეთებული იყო ყველაფერი მათთვის, რასაც ისინი იმსახურებენ თავისი გავლილი ცხოვრებით, რაღაც იცვლება სახელმწიფოს მხრიდან. ეს მე დარწმუნებული ვარ, უფრო დიდ და უფრო ფართო და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. მის ფაქტი, რომ ყავს ომის ვეტერანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში უახლეს ისტორიაში გადავიტანეთ ძალიან მძიმე პერიოდი. ტრაგიკული დღეები. ამ დღეებს ყავს შემოქმედი ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და იბრძოდნენ მისი გარანტირებული უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად. არიან კი ის ადამიანები იმ მდგომარეობაში, რასაც იმსახურებდნენ, მე ვთვლი რომ არა. მაგრამ ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა და ეს არ არის მიზეზი ჩვენი მათდამი დამოკიდებულებისა და კონკრეტულად ხელისუფლების მათდამი დამოკიდებულებისა. ეს არის უბრალოდ იმ მწირე რესურსის და შესაძლებლობის მიზეზი. მაგრამ დამოკიდებულება არის გაცილებით უფრო ღრმა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ალბათ ადეკვატურად ისეთი, რასაც ისინი ემსახურებენ. მინდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვისაუბრო, რომ ჩვენ დავიწყეთ იმ პრობლემების კვლევა, რამაც მიიყვანა ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე. ჩვენ გვაქვს
და დავამყაროთ გაცილებით უფრო მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობებს ჩვენს ომის ვეტერანებთან და ჩვენი შეძლების და კომპეტენციის ფარგლებში შევეცდებით, რომ შევუსაბუქოთ მათ ცხოვრება. და ყველაზე დიდი წმენა აფხაზეთში დაბრუნების. რისი რეალურ საშუალებასაც ვხედავ და სადაც ვხედავ ჩვენი უნივერსიტეტის ჩართულობის აუცილებლობას. ჩვენი ერთიანი ქვეყნის ფორმირების პროცესში. და მე მინდა რომ ისინი იყვნენ თანამონაწილე ყველა იმ გადადგმული ნაბიჯის, რაც დაგვაახლოვებს აფხაზეთთან. ღონისძიებაზე საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი აფხაზეთი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან ოფიცერთა კავშირის ანსამბლი მშვიდობა, მომღერლები ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე, გიგი გეგელაშვილი და სხვა მუსიკოსები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სიგელი დააჯილდოვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ეს ჯილდო ჩემთვის მართლა ძალიან ძვირფასია. იმიტომ რომ მე მართლა გულწრფელად ყოველთვის როცა არ უნდა დამირეკონ წინა დღეს რომ მითხრან რომ აი ხვალ კონცერტია სიხარულით მორბივარ და მღერი იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ეს ადამიანები გულწრფელად იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო გადაერჩინათ ამაზე ძვირფასი და დასაფასებელი რა შეიძლება შეიძლება თანამედროვემ და ნაცნობმა გააკეთოს თუნდაც უცნობმა ხო ამიტომ ქედ მოხრილებმა მადლობა უხადოთ ამ ადამიანებს ყოველდღე არ დავივიწყოთ მათი ღვაწლი და თუ გვინდა მართლა დავიბრუნოთ ეს დაკარგული და წართმეული მე ვიტყოდი აი უსამართლო ბრძოლაში წართმეული მიწები ჩვენ ეს ადამიანები ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ჩვენს მომავალ თაობას ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ასე ამ სულისკვეთებით უნდა ვზრდიდეთ რომ აი ესეთი წინაპრები ყავდათ დღეს მათი ვალია რომ ეს ყველაფერი ცოდნენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.